მახვილაურში არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა. საკვლევ ტერიტორიაზე ნეოლითის, გვიანბრინჯაო, ადრე რკინისა და ანტიკური ხანის კულტურული ფენების კვლევა მიმდინარეობს. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა რიყის ქვებისგან შექმნილი ქვაყრილი, რაც სპეციალისტებს აძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ სახლის სახტენი ბოძების ადგილები იპოვეს. ასევე ნაპოვნია ლითონისა და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები, ნეოლითური ხანის ქვისგან დამზადებული საბრძოლო, მიწათმოქმედების და თევზ ჭერისთვის საჭირო იარაღები. ნაპოვნია წინა ანტიკური ხანის სამარხიც, ექსპედიციის ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ექსპონანტების თარიღების დადგენა, ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება შესაძლებელი. არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აფინანსებს. დაფიქსირებული არის პირველად სხვათა შორის ნამოსახლარის შესწავლის ისტორიაში ესეთი წრიული ფორმის ესე იგი ორმოები, რომელიც ჩვენი აზრით უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის ბოძის საყრდენი ორმოები და მასში არსებული არტეფაქტების მიხედვით ეს არის ესე იგი ქვის საზირავები, ბადის საზირავები ესეთი ზომის ნეოლითით დამახასიათებელი მსხვილ კეციანი კერამიკა და კაჟისა და ობსიდიანის მასალები. ამის მიხედვით ვფიქრობთ, რომ იგი შეიძლება ნეოლითის ხანი დათარიღდეს. უკვე გამოჩნდა ერთი სამარხი, რომელშიც წარმოდგენილი არის სხვადასხვა სახის მძივები, თიხის ჭურჭლები, მათ შორის ქოთნები და გამოვარჩევთ აქედან ზოომორფულ ყურიან ქოთანს, რომელიც მთლიანად არის წარმოდგენილი, სრულად არის დაცული და ისეა წარმოდგენილი აქამდე სრული ფორმა ჩვენ მახვილაურის ნამოსახლარზე არ ქონია, ამიტომ ამ ჭურჭლის გამოჩენა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლი არის დაწყებული ნეოლითის ეპოქიდან ანტიკური პერიოდის ჩათვლით მოსახლეობა ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე, მოღვაწეობდა, საქმიანობდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია მახვილაურის არქეოლოგიური ექსპედიცია, სააგენტო სრულად აფინანსებს მას, არა მხოლოდ საველე სამუშაოებს, არამედ ლაბორატორიული სინჯები იქნება თუ მსგავსი ტიპის მეთოდების გამოყენება, სრულად უზრუნველყოფს სააგენტო ამის დაფინანსებას და ამის შემდგომ როდესაც დასრულდება ეს კვლევები, სრულყოფილ სურათს მოგცემს აქ არსებული ცხოვრების და ყოფის შესახებ.